მაშინაც კი, თუ დღეს პლასტმასის წარმოებას შევწყვეტთ და ბოლო პლასტმასის ბოთლსაც გადავყრით, ის ჩვენს ოკეანეებში მინიმუმ 400 წლის განმავლობაში დარჩება. შემდეგ კი მიკრო და ნანოპლასტმასის მოგზაურობა დაიწყება. სწორედ ამიტომ გვაქვს ჩვენს კაფეში პლაკატი წარწერით. თქვენ შეიძლება თქვენი შვილიშვილები ან შვილთაშვილები ვერ ნახოთ, მაგრამ მე ვნახავ. წერია პლასტმასის ბოთლზე. და მე ვფიქრობ, რომ ეს სიმართლეა. ოკეანის პლასტმასის დაბინძურების მასშტაბის დათვალიერებისას ცხადი ხდება, სრულ გაწმენდას შეიძლება 1000 წლეულები დასჭირდეს. ამჟამად მსოფლიო ოკეანეებში დაახლოებით 200 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენია. ყოველწლიურად მხოლოდ დაახლოებით 20,000 ტონის ამოღება ხდება. ეს წარმოადგენს პროცენტის 1/100-ზე ნაკლებს არსებული მოცულობის ძალიან მცირე ნაწილს. ამ ტემპით სრულ გაწმენდას დაახლოებით 10,000 წელი დასჭირდება. და ეს იმ პირობით, რომ ჩვენ ახლავე შევწყვეტთ ოკეანეში პლასტმასის ჩაყრას. პლასტმასი ამჟამად გარემოში ისეთი სიჩქარით ხვდება, რომელიც გაცილებით აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, მოვაცილოთ ან გადავამუშავოთ იგი.